პროექტ ამტანის თამაშის წესების მიხედვით რიგით მეორე კვირას ფერადის სახლი გოგონას უნდა დაეტოვებინა. ამჯერად სახლის გარეთ დარჩენილი ამტანი თეა ხამაშურიძე აღმოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო გაგდებული მოთამაშე, თამაშიდან გამოთიშვისთანავე იმ აუცილებელ ნივთებზე ალაპარაკდა, რომლებიც მას 2 კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად აკლდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ნელსაცხებელიც იყო, რომელსაც თეა წამყვანს ფერად სახლში ყოფნისას ყოველდღიურად სთხოვდა. 2 კვირიანი პაუზის შემდეგ გაგდებულ მოთამაშეს ოჯახის წევრები და მეგობრები ასე ხვდებოდნენ. მოთამაშე თეა ხამაშურიძეს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ ასეთი განწყობა ჰქონდა. ერთი წუთით ამწყდება გული, რომ დღეს მე წამოვედი. თუმცა მინდოდა დიდი სურვილი მქონდა, კიდე ცოტა ხანი გავჩერებულიყავი, თუნდაც არა ბოლომდე, იმიტომ რომ 5000 ნამდვილად არაფერი არ არის პირადად ჩემთვის. 5000 არა, 125000 მიიღებს მე ის 3 ადამიანი, ვინც იქ გავიცანი და იმაზე მეტი მილიონები შეუფასებელია ჩემთვის ლაშა, იკა და ნიკა. ამის გარდა თეა ხამაშურიძე თამაშიდან გამოსვლისთანავე სხვა ამტანებზეც ალაპარაკდა. მე გული მწყდება და არ მინდა რომ ლაშამ და იკამ ჩემი წამოსვლით იქ რაღაცა ცუდად იქცნონ თავი და ყურები ჩამოყარონ. შეიძლება მithქმა მოთქმაც მოყვა რაღაცა, რომ ჩვენ აი გავიყავით და 3 კაცი ვიყავით იქ და რაღაცა, ეგ ეგრე არ იყო, მოხდა ძალიან დიდი კონფლიქტები და გაყოფა მოხდა ყველაფერი იმის გამო, რომ სანდროს არ აქვს ტაქტი. ძალიან კეთილი ადამიანია, შემიძლია მე ეს თქვა, უბრალოდ არ აქვს ტაქტი და არ იცის ხალხთან ურთიერთობა. მას გონია თავისთავი ყველაზე მაგარი და გონია, რომ რაზმი და მეტი არაფერი არ არსებობს. სინამდვილეში ჩვენ იქ 6 ადამიანი ერთჯერ ქვეშ ვიყავით და კი, რაზმი, რაც უნდა ის უწოდეს, მეფე უწოდოს თავის თავს, რაზმი, გენერალი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფლება არ აქვს მას, რომ ვინმე, რომელიმე სხვა მონაწილეს მან ხმამაღლა უთხრას რაღაცა, ანუ დაუყვიროს, რასაც ის ძალიან ხშირად აკეთებდა. მართალი გითხრათ, პირველი 2 დღე გამიჭირდა იმ სახლში, მეტი მე არ გამჭირვებია არაფრის მხრივ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ისინი ამტან თეა ხამაშურიძეს ასე ახასიათებენ. დაბადებიდან იყო ძალიან ცელქი. 9 თვის ასაკში უკვე გადაყლაპული ქონდა. ქინძის თავი, თუ სადმე რამეს მიაგნებდა, ძალიან ცელქი. 220 ვოლტიანში დაბადების დღე ქონდა ლაშიკოს და ეს რაღაც რკინის რაღაც მოძებნა შეურჭო. და ინაღა მაგვაფეთქა, დენმა დაარტყა. ცელქი იყო, მაგრამ იყო უზომოდ ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი. არის ძალიან მობილიზებული, ძალიან დალაგებული, ჭკვიანი. ჩემი დედა, მე არა ვარ ამის დედა, ესაა ჩვენი დედა ყველასი. რჩევა როცა მჭირდება ამ ხელა ხალი ვარ, ძალიან ხშირად ვეკითხები, რა ვქნა დედა. ყველანაირად დალაგებული ბავშვია, იცით, მე შემიძლია ამას ვენდო დავეყრდნო, ანუ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ამ ხელა გოგო და მე ამისგან არასდროს პრობლემა არ შემქმნია არაფერში. 5 წლის იყო და როდესაც კითხეს, აი ყურძენს რომ წურავენ, ღვინოს აკეთებენ ჩურჩხელებს, ეს რა პერიოდია? და 30 ბავშვი იყო, ეს იყო 29, 29 ბავშვმა ვერ გაიგო რა იყო. და ნაელი მასწავლებლებს შეწურული შემოდგომა. ეს რეალიტი შოუ რომ გამოცხა და ისეთი ბედნიერი იყო, ასე თქვა, იქნებ ვინმეს დავჭირდე, იქნებ ვინმეს მოვეწონო და წამიყვანოს. რაღაცა ნორმალური სამსახური მინდაო და მე არ ვიცი ახლა ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა ხნით აი ესე 2 კვირით გადაერთო. ყავა დედა, ყავა. ყავაზე უყურებდი. გამოვიდა კაი რო არ დალიეს ყავა. კაი რო არ დალიეს. არა, ვიცოდი კაცო. ეგ ხო ისა მაგრამ პირველი დღეს რო დავისაჯე, საგეჭირეს დინა შემიყვა. პირველი დღეს მაჩაბელი მოვიდა იქ ღამის 4 საათზე. პანჩებთან და პიროდა. მაჩაბელი მოვიდა. მიხوار ხარ და კივილები, წივილები და ნუ იქ ხალხი ზოგიერთი დაიბოღმა. თეა არის ბრწყინვალე ადამიანი, შესანიშნავი, უსაყვარლესი და უერთგულესი მეგობარი. ძალიან გამიხარდა რომ მოხდა ამ პროექტში, რომ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. ძალიან გულშემატკივრობდით, არა მარტო მე, არამედ სულ ყველა მისი მეგობრები. აქ
დამსწრე მეგობრები რასაც ქვია და ცოტათი გულიც დაგვწყდა რომ გამოეთიშა ასე ვთქვათ ამ თამაშს მაგრამ რა სიზა თამაშია ძლიერი პიროვნება, იმიტომაც ალბათ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში და გაძლო მე მგონი ნამდვილად აიტანა ეს სიტუაცია და აიტანა იქ მყოფი ადამიანები, ყველა სხვადასხვა ხასიათი ქონდა და მე მგონი ძალიან ძნელია რომ პირველივე დღეს ფსიქოლოგიური დატვირთვა მიიღო ესეთი და მაინც გაძლო და იყო შენ, ანუ იყო ისეთი როგორიც ხარ მეგობრებთან, როგორიც ხარ სახლში, ოჯახში და როგორიც ხარ საერთო და არ ითამაშო ნამდვილად რა. აი მე რო უყურებდი ყოველდღე ვადევნებდი თვალს, როგორიც არის თეა ნამდვილად ესეთი იყო. მოკეიფი ადამიანია, უყვარს კეიფი, უყვარს ცეკვა, კარგი დროს ტარება. მოკლედ, ამტანი კიდევ ერთი მოთამაშის გარეშე დარჩა. 2 კვირის განმავლობაში მაყურებელი ფერადის სახლის სხვა წევრებთან ერთად თეა ხამაშურიძესაც ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და იგი ამტანური ზედმეტსახელით დედილო და აშკარად ძლიერი ხასიათით დაამახსოვრდა, რომ არაფერი ვთქვათ ბიგ თიკოს სიმღერის მონდომებულ შესრულებასა და გულახდილ საუბრებზე მეგობრებთან. Tell us.